ნინო ბებრიშვილი და მისი ლედი ვერისბახში თითქმის ყოველდღიურად სეირნობენ. აუცილებელი ვაქცინაცია ძაღლს მისმა მეპატრონემ სულ ცოტა ხნის წინ ჩაუტარა. აქ ახლოში ვცხოვრობ და აქ დავდივართ ძირითადად. აქ ვასეირნებ ხოლმე. სულ ეხლა ხან სავაცრევინე. იმიტომ რომ პატარაა ჯერ. უნდა რაღაც პერიოდი გავიდეს, რომ აი აცრა შეიძლებადეს. აცრილია ცოფზეც, კომპლექსური აცრებიც გაკეთებული აქვს და ჭირიც საშინელი ის არის და ჭირზეც ყველაფერზე აცრილია. ცოფის საშიში ვირუსული ინფექციაა, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც დროული ვაქცინაციის გარეშე ლეტალურია. ამიტომ აუცრელი ცხოველის ნაკბენისა ნაკაწყის შემთხვევაში ექიმები დაუყოვნებლივ ვაქცინაციას გვირჩევენ. მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის გამო ცოფის ვაქცინა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული. ამაჩემ ქალაქგარეთ უკბინა ძაღლმა და არ ყავდა პატრონი ამ ძაღლს, ან ტყეში ცხოვრობდა. მე ხა სულ ვაკვირდები ამ ძაღლებს ის ყურში ჩიპი უკეთია თუ არა, იმიტომ რომ არ არის მარტივი და არ არის მე მყავს სახში ძაღლი. და მეტნაკლებად ვფიქრობ, რომ ვიცნობ ამ არსებებს. მაგრამ არ არის უსაფრთხო არც ერთ შემთხვევაში. ყოველთვის ჯობია რომ თადარიგი დავიჭიროთ და უნდა ვიცოდეთ ამ რადიოლოგიის ცენტრი სად არის, როგორ დაუკავშირდეთ, რასაკვირველია ჯობია. ჩვენ დავდივართ კლინიკაში და იქ ვიცრებით ჩვეულებრივად, ყოველწლიურად გეგმიურად როგორც არის. რადგან ცოფით ყველა თბილსისხლიანი, შინაური და გარეული ცხოველი შეიძლება დაავადდეს, ამ დაავადების პრევენციულ ვაქცინაციას საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ატარებენ. ერთ-ერთ ასეთ გეგმიურ აცრას რუსთავში ევრონიუსის გადამღები ჯგუფიც დაესწრო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინფორმაციით მათ რეგიონში წელს 20,000-მდე შინაური ცხოველია აცრილი და ეს რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. ცოფის გავრცელების რისკის თვალსაზრისით ქვეყნები დღეს 4 კატეგორიად იყოფა. ესენია რისკის არ შემცველი, დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის არეალები. საქართველოს ჯერჯერობით კვლავაც მაღალი რისკის ზონაში რჩება. ჩვენ პრევენციულად პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს ვახორციელებთ ხოლმე ყოველწლიურად და წლის ყველა პერიოდში. მოვედით აქ იმისთვის, რომ უკვე ვიცოდით, რომ აქ ამ ოჯახში იყო 2-4 ფეხა მეგობარი ძაღლი, რომელიც უნდა აგვეცრა ცოფზე. მოგეხსენებათ, რომ ცოფი არის ძალიან საშიში დაავადება, ინფექციური დაავადება, ზოონოზია ის, ანუ ნიშნავს, რომ ადამიანზეც გადადის და ის არ იკურნება. მისი შემთხვევები მთავრდება ლეტალობით. აქედან გამომდინარე, ჩვენს პროფილაქტიკურ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი 4 ფეხა მეგობრები და დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაცას ახალი ძაღლი ყავს აყვანილი ან მიკედლებული და მოგმართავენ ისინიც და ჩვენ ანალოგიურად, რა თქმა უნდა, სურსათის სააგენტო ყოველგვარი საზღაურის გარეშე ამას აკეთებს მოსახლეობისთვის და ისევ ჩვენთვის თხოვ ყველას რომ მოგმართონ აუცილებლად, ან თუ კი სიმპტომატიკებს შეამჩნევენ ცოფის დამახასიათებელს, კლინიკურ ნიშნებს აუცილებლად გვაცნობენ. ძირითადად ხდება ისე, რომ ცხოველები აღარ იღებენ საკვებს, აღარც სასმელ წყალს აღარ იღებს, ხდებიან აგრესიულები, იმალებიან, უვითარდებათ ხშირი ნერწყვდენა, აგრესიულობა, არის ის მომენტიც, როცა გადაუდის ეს ყველაფერი მელანქოლიურ ფორმებში, ხშირად ალერსიანიც კი ხდება და ყველაზე ცუდი ეგ მომენტია, რომ ყველას ლოკავს ეფერება და ადვილად ხდება ადამიანის თუ ცხოველის დასნებოვნება. ყოველ შემთხვევაში ვირუსი თვითონ თავს იყრის ცხოველის ნერწყვში, დაავადებული ცხოველის ნერწყვში და აქედან გამომდინარე მისი გადაცემა ხდება დაკაწვრით, დაკბენით, იგივე დადორბლით, ესეთი მოფერებებით. ხშირად შემთხვევები არის, რომ პატრონსაც კბენს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ხშირად მოგმართონ, ხშირად კი არა, სულ იქონიონ კონტაქტი ჩვენთან, მოგმართონ ესეთი კლინიკური ნიშნების დროს, შენიშვნის დროს და ასევე ცხოველთა დაცემის დროსაც, იმიტომ რომ ლაბორატორიული შედეგები დგება ჩვენს მიერ პათმასალის აღების შემდგომ, ამას სურსათის სააგენტო აკეთებს თვითონვე მიაქვს თავისი ხარჯებით.
შინაური ცხოველებიდან ყველაზე რთული კატებისაც რა. თუმცა სხვა ცხოველების მსგავსად მათი იმუნიზაციაც აუცილებელია. ზოგი ცხოველის ურჩი ცხოველის დაჭერა ძნელია, რთულია, მაგრამ ვახერხებთ. საგაზაფხულო საშემოდგომო აცრებს ყოველთვის ვაკეთებთ თავის რევაქცინაციებით. ყავს ბავშვები, მოდიან მეგობრები, კატებთან, ძაღლებთან აქვთ შეხება და რო არ იყოს რამე ისეთი შემთხვევა, რასაც შემდგომ მოგვიწევს ჩვენ თვითონ ადამიანის აცრა და ასე შემდეგ. ამიტომ ვფრთხილობთ. კატებთან ერთად ცოფის ვაქცინაცია საოჯახო მეურნეობაში კიდევ 2 ძაღლს ჩაუტარეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ყოველწლიურად 300,000-ზე მეტ შინაურ ცხოველს უტარდება. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით წელს 260,000-ზე მეტ ცხოველს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა. ცოფი არ არის ის დაავადება, რომლის განკურნება შეიძლება. ძირითადად გამავრცელებელს და რეზერვუარებს წარმოადგენენ ხორცისჭამელი შინაური, როგორც არის კატა და ძაღლი და გარეულების შემთხვევაში მელა, ტურა, მგელი და ასე შემდეგ. იქ ბევრია კიდე, მაგრამ ჩვენს პირობებში ძალიან ხშირად გვაქვს ამ ცხოველებთან ესე ვთქვათ კონტაქტი. ეხლა სადაც ვართ ამჟამად, აი მღობის იქით მინდვრებია და არის ხშირი მელიებიც არიან აქ და ტურებიც. აქედან გამომდინარე, რომ თავი დავიზღვიოთ, მით უმეტეს ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც ტყე ახლოს არის. ძირითადი შემთხვევები მოდის გარეული ცხოველის მიერ დაკბენილი ან დაგლეჯილი შინაური ცხოველებით. ჩემი თხოვნა იქნება ამასთან მიმართებაში, რომ ნუ გულველყოფთ, როდესაც ხდება ადამიანის დაკაწვრა, დაკბენა ან დადორბლვა, მით უფრო თუ ხედავთ, რომ ცხოველი ვერ გამოიყურება დამახასიათებელი ჯამთელისთვის. ეს ის დაავადება, რომელიც გადადის ცხოველიდან ადამიანს და არ რჩება. ეს ის დაავადება, რომელიც ძალიან სახიფათოა ყველა ადამიანისთვის და ის რომ წელიწადში ერთხელ თავისი 4 ფეხა მეგობარი მოიყვანოს ჩვენთან და ჩვენ მას აუცრათ და ვიყოთ ჩვენც შვიდად, ეს ალბათ ერთხელ დაჭირდება მოსახლეს, იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ძაღლი სად არის და უკვე ყოველწლიურად ჩვენ ვაკითხავთ მას. საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების ყველაზე მეტი 21 შემთხვევა 1996 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ იკლო. 2025 წელს ცხოველებში ცოფის 5 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 1 თბილისში, 1 დედოფლის წყაროში, 1 აბაშაში, 1 მარტვილში და 1 გარდაბანშია დაფიქსირებული.